24 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი უმძიმესი თარიღიდან 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. 34 წლის წინ ამ დღეს სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში შესულ საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს სეპარატისტებმა ოჩამჩირესა და გულრიფში ცეცხლი გაუხსნეს. საომარ მოქმედებებში მალევე ჩაერთო რუსული არმია. 13 თვის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებებს ათასობით მსხვერპლი ქართველების მასობრივი ეთნიკური წმენდა ასეულობით დაკარგული და 300,000-ზე მეტი დევნილად ქცეული ადამიანი მოჰყვა. საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით და რეგიონის ოკუპაციით დასრულდა. საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევები დღემდე ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისში გმირთა მემორიალთან. აფხაზეთის ომში დაღუპულები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მძიმე დღე და აფხაზეთის ომის ქრონოლოგია ნახეთ გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტში. ეს არის ოთარი კორინთელი, ჩემი ძმა. 3 ათეულ წელზე მეტია ნუგზარ კორინთელი ამ წარწერას უყურებს და ყოველ ჯერზე გაორებული გრძნობა იპყრობს. მისი ძმის გვარის ამოკითხვა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე სიამაყესთან ერთად უდიდეს ტრაგედიას ახსენებს. ამდენივე ხანია არ კარგავს იმედს ძმის საფლავის მიგნებისა და აფხაზეთში დაბრუნების. 28 აგვისტოს თბილისის ზღვაზე შეიგრიბა პირველი თბილისელების რაზმი. დავიდნენ გაგრაში, ჩავიდნენ გაგრამდე ბრძოლეთი არის, მაგრამ გაგრის დაცემის დროს 2 ოქტომბერს დაიღუპა ჩემი ძმა. სამწუხაროდ საფლავიც არ ვიცით, იმისი ვერ ჩამოვასვენეთ. ბოლო ეძებს წითელი ჯვარი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხდა მისი ამოცნობა. მაშინ ჩამოყალიბდა გვარდია, მაშინ ჩამოყალიბდა ეს რაზმები. ჩემ ძმას ოთარის ლაგატკა არ ჰქონდა გასროლი. ლისტოფი რათო ქალაქელი თბილისელი ბიჭი იყო. წავიდა რა სამშობლოს უჭირს, წავედით ბიჭებო, წავედით და აი მოხდა ესეთი უკეთურება. დღეს 14 აგვისტოა. დღე, როდესაც ზუსტად 34 წლის წინ დილის 7 საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. მაშინდელი მთავრობის ინფორმაციით სამართალდამცველების ეს ოპერაცია შეთანხმებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან. მიზანი საკომუნიკაციო გზების რკინიგზის დაცვა იყო, თუმცა რეალურად ეს იყო ქმედება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. აფხაზეთში სეპარატისტები გაინეიტრალებინა. ზუსტად რამდენიმე საათში პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. ეს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყისი ეტაპია. შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც ეგრეთ წოდებულ აფხაზურ გვარდიასა და ქართულ საჯარისო ფორმირებებს შორის შეტაკებებით დაიწყო, რამდენიმე დღეში ომში გადაიზარდა. ქართულმა ძალებმა დაიკავეს სოხუმი და გაგრა, თუმცა კონფლიქტში აქტიურად ერთვება რუსეთი, რომელიც სეპარატისტებს სამხედრო შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით ეხმარება. შედეგად 1 ოქტომბერს რუსების არმიის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრა შეუტიეს და აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველი შეეწირა. თბილისში გმირთა მოედანზე დღეს კიდევ ერთხელ მივიდნენ, რათა კვლავ პატივი მიეგოთ იმ ადამიანების ხსოვნისთვის, ვინც აფხაზეთის ომის დროს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს, სამოქალაქო პირებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს, მოგცეს მაგალითი და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას სწორედ ჩვენი სამთავრობო პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე. ჯერა რომ ეს იდეა და ეს მისია, რომლის გამოც ამ ადამიანებმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ თანამემამულეებთან ერთად ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას. ჩვენ დგევართ აქ ჩვენი გმირების მემორიალურ დაფასთან. აქედან კიდევ ერთხელ საუბრობთ იმაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ მშვიდობაზე სწრაფვა არანაირად არ ნიშნავს უუნარობას შენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის რომ იღვაწ. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის. აფხაზეთში სამხედრო მოქმედებები 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა ხელშეკრულება დაარღვია, თუმცა ყველაზე მძიმე
1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება აღმოჩნდა, როდესაც მორიგჯერზე რუსეთის ინიციატივით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმებას. საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ შეთანხმების შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყო. ქართულმა შენაერთებმა ბოლო ქვემეხი სოხუმიდან 1 სექტემბერს გაიტანეს. თუმცა მაშინ, როდესაც ქართველებს საბრძოლო ტექნიკა კონფლიქტის ზონიდან ფოთში გადაჰქონდათ, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსების დახმარებით სეპარატისტებმა სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენეს. აფხაზურმა მხარემ, რომლებიც რუს დამკვირვებლებს უნდა გაეკონტროლებინათ, 16 სექტემბერს შეთანხმება დაარღვიეს და შეტევაზე გადავიდნენ. მათ რუსული ავიაცია ეხმარებოდა. რუსულმა თვითმფრინავებმა სოხუმის დაბომბვა დაიწყეს. სოხუმში განგაში გამოცხადდა. 19 აგვისტოდან წელიწადი 1 თვე და 13 დღე ჩვენ ქართულ ჯარს არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია, მნიშვნელოვანი ბრძოლა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის დაცემა მოყვა 27-ში, ანუ ივლისის ბოლოს მიღებულ შეთანხმებას, რასაც ჯარების გაშორიშორება ერქვა და შეიარაღების გატანა, რამაც პრაქტიკულად განაპირობა აფხაზეთის დაცემა და გამოიწვია ეს ტრაგედია. ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რანგის ოფიცრები ამას არ ეთანხმებოდნენ, ბუნებრივია იყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. მათ ასაღები მხოლოდ სოხუმის ცენტრი და მინისტრთა საბჭოს შენობა ღარჩებოდათ. 26 სექტემბერს საღამოს სოხუმი ედუარდ შევარდნაძემ დატოვა. ქალაქში მხოლოდ ჯიული შარტავას მეთაურობით საბჭოს ხელმძღვანელობა და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დარჩა. 27 სექტემბერს დილით სეპარატისტებმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე თავდასხმა განაახლეს. უკანასკნელი ბრძოლა დღის 2 საათზე დაიწყო. ჟიული შარტავას დაცვა და ქართველი სამხედრო მოსამსახურები საათნახევრის განმავლობაში იბრძოდნენ. 4-ის ნახევარზე სეპარატისტებმა უზენაესი საბჭოს შენობა აიღეს და ქალაქში დარჩენილი ქართველები ტყვე დაიყვანეს. მათ შორის იყო ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გურამ გაბისკირია და ჯუმბერ ბეთაშვილი, რომლებიც იმავე დღეს საჯაროდ დახვრიტეს. სოხუმის დაცემას თან ახლდა აფხაზეთში მცხოვრები 300,000 ქართველის დევნილად ქცევა. ფაქტობრივად მათმა ნახევარმა სოხუმი ჭუბერის უღელტეხილის გავლით დატოვა. ეს იყო გზა, სადაც ადამიანები იხოცებოდნენ შიმშილის, სიცივისა და დაღლილობისაგან. იხოცებოდნენ ისე, რომ მათ დასაფლავებასაც კი ვერ ახერხებდნენ. 1992 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ხელმძღვანელობა აფხაზეთის სეპარატისტული და რუსეთის ყველა მოქმედებდა საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. იმიტომ რომ დღეს რაც აფხაზეთშია სიტუაცია, ეს არ აწყობს არც საქართველოს, არც რუსეთს და არც აფხაზეთს. ჩაკეტილი გზა, ჩაკეტილი რკინიგზა, დაშორებული ხალხი, ეს არის უბედურების ზონა ყველასთვის. ვიკრიბებით რა დღეს აქ, იმედს ვიტოვებთ, რომ მოვალა ის დღე, როცა მთელი საქართველო დაბრუნდება აფხაზეთში და იქ აფხაზეთში დაღუპულ ბიჭებს პატივს მივაგებთ და მთელი საქართველოს შვილებს, რომლებიც იყვნენ და დარჩნენ მუდამ პატრიოტებად, მათ სახელებს დიდი ასოებით აფხაზეთშიც აიგება ასეთი ერთიანობისათვის მემორიალი დაღუპული ბიჭების და იქ ჩვენ დიდი მეც ვიტოვებთ, რომ მივალთ და მუხს მოვიყრით მათი სახელებისა და მათი ხსოვნის წინაშე. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი საერთო ჯამში 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. საქართველოს ერთიანობისთვის ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისაგან შექმნილ ბაგრამიანის ბატალიონს, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. ეს იყო ომი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 13%-ის ოკუპაცია მოჰყვა. 300,000-ზე მეტი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამ ომმა 10,000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.